ის ხომ მომხიბლავია. მომხიბლავი. ბინდო. მე მაქვს. მოდი უბრალოდ. ძვირფასო ბინდო, დარწმუნებული ვარ, შენ ისეთივე აღტაცებული ხარ, მომავალი ქორწილით, როგორც მე. ქორწილი? მე ვუხელმძღვანელებ ცერემონიას, მაგრამ ძალიან მინდა რომ შენ და შენი მეგობრები დამეხმაროთ მომზადებაში. პლუთერში, მინდა რომ შენ და შენმა მგალობელმა ფრინველებმა მუსიკა უზრუნველყოთ. ღმერთო, რა პატივია, Pinkie Pie შენსავით, ვერავინ უხელმძღვანელებს სიმღერას. Applejack, თქვენ მიმღებში კვებას მიხედავთ. ჩემთვის ეს სასიამოვნოა. Rainbow Dash, კარგი იქნება თუ შენ ლამაზად გაუშვებ ცისარტყელას, როდესაც წყვილი თანახმავარ სიტყვის. დიახ, რა რითი? შენ კი პატარძლის და მისი ხელმომკიდეების ჩაცმულობას მიხედავ. პრინცესა სელესტიას მე ვუნდიო? საქორწილო კაბისთვის? კანტერლოტში ქორწილისთვის? მე? შენ კი ბინდო, შენ ყველაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებ. დარწმუნდები რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ყველას ძალიან მალე შეგხვდებით თქვენი პრინცესა სელესტია. მაგრამ ვერ გავიგე, ვინ ქორწინდება? მოიცადე? პირველ რიგში ეს უნდა მომეცა. პრინცესა სელესტია გიწევთ? პრინცესა Mi Amore Candezas. ჩემი ძმა? შენი ძმა ქორწინდება? გილოცავ ბინდო, დიდებული ამბავია. ხო, მაგარია. მე ქორწილში მიწვევა ჩემი ძმისგან არ მიმიღია, უბრალოდ ქაღალდის ნაწილი. მადლობა Shining Amor. იმას გულისხმობ, რომ არ შეეძლო პირადად ეთქვა. ბინდო, მე ვაპირებ გადაწყვეტილება მივიღო, რაც ყველაფერს შეცვლის. ყურადღება არ მიაქციო. შენ ამის შესახებ გაიგებ, მაშინ, როდესაც მოწვევას მიიღებ. პრინცესა Mi Amor Candeza, ეს ვინ არის? ბინდო, კარგად ხარ? მაპატია უბრალოდ, მე და Shining Amor-ი იმდენად ახლოს ვიყავით. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი დიდი ძმა იყო სამუდამოდ. სანამ აქ ჩამოვიდოდი და მეგობრობის მნიშვნელობას ვისწავლიდი, ის ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო. როდესაც პატარა ვიყავი, ასევე სულელიც, რომ არ მეგონა თუ რამდენ სხვა პონის შევხვდებოდი. წიგნებს ვკითხულობდი, არ ვიცოდი რომ მეოდეს მე მჭირდება სხვა პონები ჩემი ცხოვრებისთვის. მაგრამ იყო ერთი კვიცი, ვიზეც ვზრუნავდი. ვიცოდი რომ ის იყო ჩემთვის ჩემი უფროსი ძმა. ჩვენ ერთად ვიყავით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. მან მასწავლა ფრენის გაშვება. მარტოს არასდროს გვიფრენია. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. იმედებს ერთმანეთს ვუზიარებდით. ოცნებებს ვუყვებოდით. უფრო მეტად მენატრება. ვიდრე ეს ჩანს. ვიცოდი რომ ის იყო ჩემთვის ჩემი უფროსი ძმა. ჩვენ ერთად ვიყავით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. მან მასწავლა ფრენის გაშვება. მარტოს არასდროს გვიფრენია. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. როგორც შენი PMC პონი მეგობარი სამუდამოდ. მინდა გითხრა რომ შენი ძმა მართლაც ძალიან კარგი ბიჭია. ის განსაკუთრებულია. იმას გულისხმობ რომ ისინი ვიღაცას არ დანიშნავდნენ სამეფო დაცვის წევრად.
ცისარტყელა ქორწილში არ შეგეძლო გეთქვა. საუკეთესო ქორწილი, საუკეთესო? ხო, საუკეთესო ქორწილი. ხო, საუკეთესო ქორწილია. ასე რომ თქვენ ყველა მონაწილეობა უნდა მიიღოთ დიდებულ ქორწილში. მე კი წინა საქორწინო ღამე უნდა დავგეგმო. რა არის წინა საქორწინო წვეულება? რატომ ჩემოკვდირი ის სახე? მე უბრალოდ Shining Armor-ზე ვფიქრობ. მას შემდეგ რაც პონივილში გადმოვედი, სულ უფრო იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. მას შემდეგ კი რაც ცოლად პრინცესა მი ამორსა და მისი ქორწილის შესახებ გავიგე, ძალიან გამიკვირდა. ერთმანეთი აღარ გვინახავს. კარგი რა, შენ მისი დახარ. შენთვის დროს ყოველთვის გამონახავს. ყოველთვის ეცრება შენთვის. დრო ვერ გამონახა იმის სათქმელად, რომ ქორწინდებოდა? ცოლებში ხედე. დარწმუნებული ვარ, ისინი მხოლოდ საჭირო ზომებს იღებენ. სამეფო ქორწინებებს უცნაური პონები მოჰყვებათ. მოდი წავიდეთ. წავიდეთ, სამუშაო გვაქვს. შენ კი უფროს ძმას უნდა მიულოცო. ხო, მიულოცო. და შემდეგ ჩემი აზრების შესახებ ვუთხრა. მისტერ, შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი. ბინდო. როგორ მომენატრე, კარგად იმგზავრე. როგორ გაბედე პერსონალურად არ გეთქვა რომ ქორწინდებოდი. მე ხომ შენი დავარ. ჩემი ბრალი არ არის. პრინცესა სელესტიამ მოითხოვა უსაფრთხოების უკიდურესი ზომები. ცველები ნახე სადგურზე. ხო, დიდი ქორწილი იმართება. იქნებ გსმენია ამის შესახებ. ამას ქორწილთან არაფერი აქვს საქმე. კანტერლოტი საფრთხის ქვეშაა. არ ვიცით ვინ შეიძლება გამოიწვიოს ეს, ამიტომ პრინცესა სელესტია ითხოვს რომ დაცვა გაძლიერდეს. ეს უნდა ნახო. ჩემი მოვალეობაა კანტერლოტი და მისი მაცხოვრებლები მოსალოდნელი საფრთხისგან დავიცვა. ფოკუსირება ამ საკითხზე უნდა გავაკეთო. კარგი, გავიგე. შენ მართლაც მნიშვნელოვანი მისია გაკისრია, კანტერლოტის დაცვა. მაგრამ მაინც როგორ არ მითხარი ქორწილის შესახებ? შენთვის მნიშვნელოვანი აღარ ვარ? ჰეი, შენ ჩემი პატარა დაიკო ხარ. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ, მაგრამ გაგიგებ თუ ჩემზე ნაწყენი იქნები და ჩემი ხელის მომკიდე არ იქნები. გინდა რომ შენი ხელის მომკიდე ვიყო? რა თქმა უნდა. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მაგრამ არაფერი ვიცი, ვიზე ქორწინდები. პრინცესა მი ამორ კანდეზა. ბინდო, პრინცესა მი ამორ კანდეზა არის კენდისი. შენი კვიცი და კენდისი? ყველაზე საუკეთესო და კვიცებს შორის? შენ მითხარი რომ ის კვიცი დაიყო. ღმერთო, ის ყველაზე საოცარი პონია. ის ლამაზია, მსრუნველია, კეთილია. ძალიან საყვარელია. ძალიან გამიმართლა რომ შენ ჩემი ძმა ხარ. მე ვარ ის, ვინც იღბლიანია, ბინდო. შენ პრინცესა ხარ, მე კი ჩვეულებრივი უნიკორნი. ბევრად მეტი ხარ ვიდრე ჩვეულებრივი უნიკორნი. მზე ანათებს, ჭიამაიამ გაიღვიცა. დაში დაუკარით და გაინძერით. მე პედიკურის გასაკეთებლად მივდივარ სულ ასე. მივდივარ, ვერ წახვალ. უკვე ამ თვეში 3 ჯერ გადავიხადე. საყვარელო. რამდენ უნიკორნს შეუძლია სიყვარული მთელი გულით. მე მხოლოდ ერთი ვიცი და შენ ამაზე ქორწინდები. შენ ქორწინდები. იმედი მაქვს ხელი არ შეგიშალე. კენდის, მზე ანათებს. დაში დაუკარი და გაინძერი. რას აკეთებ? კენდის, ეს მე ვარ, ბინდი.
მე სადგურზე უნდა დავბრუნდე, მაგრამ კენდისი დარჩება და ყველაფერს შეამოწმებს. ვფიქრობ, შემდეგ შეგვეძლება ლაპარაკი. ხომ მართალი ვარ საყვარელო? ნამდვილად. კარგი, მოგვიანებით გნახავ. ტორტი არის? ყინულის სკულპტურა არის? ყველაზე გემრიელი ვაშლის ნამცხარი არის? მე კი? შენ? მე კი? ჰეი, პრინცესა! გთხოვთ, დამიძახოთ პრინცესა mi amor Kendeza. გამარჯობა, პრინცესა mi amor Kendeza. იმისთვის მოხვედი, რომ ქორწილის მენიუში ამოწმო? დიახ. უგემრიელესია, მე მიყვარს ისინი. მაგარია. არ გინდა? ცოტა წაიღე. ვიცი როგორებიც ხართ ხოლმე, პატარძლები, იმდენად დაკავებულები ხართ, რომ ჭამაც კი გავიწყდებათ. თქვენც დაინახეთ? თქვენ არ იცით ადრე როგორ იქცეოდა. არ ვიცი როდის შეიცვალა, მაგრამ ნამდვილად შეცვლილია. გთხოვთ, დამიძახეთ პრინცესა mi amor Kendeza. ჩემი სახელი მომესმა? თქვენ უდიდებულესობა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, თუ რამხელა პატივია ჩემთვის თქვენი ქორწილის ორგანიზებაში მონაწილეობა. ჩემი კაბა მზად არის? დიახ, რა თქმა უნდა. მასზე მუშაობმას შემდეგ, რაც მითითებები მივიღე, იმედი მაქვს მოგეწონებათ. მე უფრო სქელი და გრძელი შლეიფი მინდა. დიახ, რა თქმა უნდა. და ესენი სხვა ფერის უკეთესი იქნებოდა. ვფიქრობ, კარგი ფერია. მეც ძალიან მომწონს. სხვა ფერი მოიფიქრეთ. მისი სახელია პრინცესა უჟმური. კარგი, მოდი ვნახოთ. თითქმის მოვჭით. ცეკვები? ვფიქრობ, მისაღები უნაკლო იქნება. უნაკლოა, თუ ჩვენ 6 წლის ბავშვის დაბადების დღეს აღნიშნავთ. გმადლობ. დაისვენეთ ჩემო დებო, როგორც ყოველთვის მე ღამის დარაჯი ვიქნები. ვიცი, რასაც ფიქრობთ, ის ყველაზე საშინელი პატარძალია. მე? სპაი, ეს ტორტისთვისაა. რაზე ლაპარაკობ? კენდისი ნამდვილი ბრილიანტია. რა რითი? ის დაუნდობელია. რა თქმა უნდა, არ არის. მას ყველაზე საუკეთესო ქორწილი უნდა კონდეს. Applejack. იცი მას შემდეგ რა თქვა? მიყვარს. დოვუერსი ნაგავში გადააგდო. ის უბრალოდ ჩემს გრძნობებს გაუფრთხილდა, არა? ის ყალბი იყო. მან ჩემს ერთ-ერთ ჩიტს დაუყვირა. ხედავ? ჯიუტო. მაგრამ ის ნამდვილად აცდენილად მღეროდა. პინკი პაი, შეამჩნია კენდისი როგორ მოექცა. ყურადღება არ მიაქციო. რეინბოუ დაშ, ჩემთან ხარ? მაპატიები ცისარტყელის მოწყობას იმდენი დრო უნდა, რომ პატარძლის ცუდი ქცევები შესამჩნევად თვალში აღარ მომხვდა. პრინცესა სადაცაა დაქორწინდება. ვიფიქრე, ყველა მისი ნეგატიური ქმედება ნერვების ბრალია. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის Shining Amor-ის გაცნობასაც არ იმსახურებს. ვფიქრობ, შენს მასზე ცოტა სეჭვიანობ. საერთოდ არ ვეჭვიანობ. მას კენდის არ ვართმევ. უბრალოდ ისე გაერთეთ ქორწილისთვის მზადებით, რომ ისიც კი ვერ შეამჩნიათ, იქნება თუ არა ქორწილი. ბინდო. შენი უფროსი ძმა სიმპათიურად გამოიყურება? ყველაფერი კარგადაა? უნდა ვილაპარაკოთ. ვფიქრობ, დიდ შეცდომას უშვებ. გამარჯობა საყვარელო.
მას ნამდვილად შეუძლია ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა. საყვარელო შეიძლება ერთი წუთით გაგესაუბრო. მოდი ვნახოთ მას რა უნდა. უნდა ვილაპარაკოთ. ვფიქრობდი რომ გასაგებად გითხარი, არ მინდა ეს გეცვას. ეს ჩემი საყვარელი ბიძისაა და ვფიქრობ რომ ეს უნდა მეცვას. ანუ არ მეთანხმები? როგორც ჩანს არა. საყვარელო. კიდევ სხვა თავის ტკივილს მიჩენ? უკეთესად ხარ? ის უბრალოდ უხეში დაუჟმური კი არ არის. ის ბოროტია. ბინდო. გაუშვი. თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა. იქ ვინ მიდის? შიგნით დარჩი ბინგო, სპარკლ. შაინინგ ამორს პრობლემა აქვს. შენ მას უნდა დაეხმარო. კაბები, თქვენ რა? გჯერა? ჩვენი პრინცესა დიამორ კენდეზას ხელის მომკიდეები ვართ. ახალი ხელის მომკიდეები? ძველებს რა დაემართათ? ეგ არ უთქვამთ. ძალიან უნდა მისი ხელის მომკიდეები ვიყოთ. დაინახა თუ არა თავდაუზოგავად მუშაობდით. შენ კი ეჭვი გეპარებოდა, ხომ გითხარი? ნამდვილი ბრილიანტია მეთქი. დარწმუნებული ხარ რომ ეს უნდა მეცვას? ძალიან აეროდინამიკულად არ გამოიყურება? ნახავრისი გაკეთება შემიძლია. აღმა ფრთოვანა. ვიცი უნაკლოა. კარგით გოგოებო, არ იჩქაროთ. შემდეგ რა თქმა უნდა, კენდისი შემოვა. მე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, შემდეგ კი ფიცი დაიწყება. შაინინგ არმორ, შენს ბეჭედს ხელის მომკიდეებს გამოართმევ. დანახმა ხარ? დიახ. ვინმეს ბინდი ხომ არ გინახავთ? აქ ვარ. მის გვერდით დგომას არ ვაპირებ. და არჩენ უნდა დადგე. მაპატიე, არ ვიცი ეს ასე რატომ იქცევა. მინდი უბრალოდ ყურადღება არ მივაქციო. უნდა მომისმინო. მერთო, კარგად ხარ? კარგად ვარ. დარწმუნებული ხარ? რაღაც მაქვს სათქმელი. ის საშინელია. რას ამბობს? როგორ შეიძლება? ჩემს მეგობრებს საშინლად ეკცეოდა. მისი ხელის მომკიდეებს კი რაღაც საეჭვო გაუკეთა და თუ ეს საკმარისი არ არის, დავინახე ჩემი ძმა როგორ მოაჯადოვა. ამას რატომ მიკეთებ? იმიტომ რომ ბოროტი ხარ. ბოროტი, და თუ მე არ შეგაჩერებ, შენ ჩემი ძმის ცხოვრებას დაანგრევ. გინდა გითხრა თვალები რატომ გამიბრწყინდა? იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ჩემი შელოცვა გამოვიყენე, კანტერლოტის დასაცავად ძალიან მიჭირს, კენდისი კი მეხმარება. მან იმიტომ ჩაანაცვლა ხელის მომკიდეები, რომ ეგონა ისინი კანტერლოტის დიდგვაროვნებას სათანადოდ ვერ შეხვდებოდნენ. მისი ქცევა შენი მეგობრების მიმართ განაპირობა იმან, რომ ძალიან დაკავებული ვარ და მას მოუწია ქორწილის ორგანიზება. მე უბრალოდ ვცდილობდი. ის დასტრესილია, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღემ უნაკლოდ ჩაიაროს. რასაც შენზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ახლა კი უნდა წავიდე და პატარძალი დავამშვიდო. შენ კი დაივიწყე. ჩემი ხელის მომკიდე აღარ ხარ. შენს ადგილას ქორწილშიც არ მოვიდოდი. წამოდი, პრინცესა ვნახოთ. ბევრი უნდა იფიქრო ამის შესახებ. გონი ძალიან ვიცავდი. შემეძლო დამყოლოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ძმაც დავკარგე. ის ჩემი საუკეთესო უფროსი ძმა მეგობარი იყო. სამუდამოდ. ახლა კი ერთად აღარაფერს გავაკეთებთ.
წუხვარ. ყველაფერი ისევ ისე იქნება.